ეკრანის ანაბეჭდი იქმნება ასე. ეკრანის ანაბეჭდის გადაღება საშუალებას გაძლევთ ეკრანზე არსებული ნებისმიერი გამოსახულება გადაიღოთ. თქვენს Windows 7-იან კომპიუტერზე რამდენიმე გზა არსებობს ეკრანის ანაბეჭდის გადასაღებად. მე გაჩვენებთ ორს. ჯერ მე ვიყენებ Internet Explorer-ს და მინდა გაჩვენოთ როგორ ვიღებ ამ ჩიტის ეკრანის ანაბეჭდს. მე მხოლოდ Windows ღილაკსა და ეს ღილაკს უნდა დავაჭირო ერთდროულად. შემდეგ ჩემი ეკრანი იბინდება და კურსორი ჯვარს დაემსგავსება. ახლა უბრალოდ ვაჭერ მარჯვენა წყაბს ჩემს მაუსზე. გადავრთავ მონიშნავს გამოსახულების იმ ნაწილზე, რომლის ამოჭრაც მინდა და გავუშვებ. შემდეგ შეტყობინება ამოხდება. შეგიძლიათ ეკრანის ანაბეჭდი OneNote ბლოკნოტში ჩასვათ პირდაპირ, ან დააკოპიროთ გაცვლის ბუფერში და გამოიყენოთ სადაც გსურთ. ჩვენ ახლა გაცვლის ბუფერში დავაკოპირებთ. კოპირებულია. მისი გამოყენება თუ მომინდება მაგალითად OneNote-ში, გავხსნი პროგრამას და შემდეგ უბრალოდ მარჯვენა წყაბით და ჩასმა ბრძანებით ჩავსვამ გამოსახულებას. მეორე გზა Microsoft OneNote-ის გამოყენება. Insert მენიუში იხილავთ ეკრანის ანაბეჭდის გადაღების პარამეტრს. როდესაც მოვიფიქრებ რისი გადაღება მინდა, დავაჭერ screen clipping და OneNote მაშინვე დაპატარავდება. და ისევ ეკრანი დაიბინდება, რაც ეკრანის ანაბეჭდის გადაღების რეჟიმს ნიშნავს. და ისევ უბრალოდ მარჯვენა წყაბით მონიშნეთ და გაუშვით. ამჯერად ეკრანის ანაბეჭდი პირდაპირ ჩემს OneNote ბლოკნოტში ჯდება და ავტომატურად შეიცავს ვებგვერდის მისამართს, თარიღსა და დროს.